როდესაც მივადგები, ესე კარგი ამბავი ის არის, რომ ესე იგი რამდენიმე, ესე იგი ბაკუს ლოკალის გამომცემლობამ, ესე იგი საპატრიარქოს ახალგაზრდულმა ფონდმა, ვისოლმა და კიდევ რამდენიმე ორგანიზაციამ ერთად წამოიწყეს, ესე იგი მათი ინიციატივით წამოიწყეს ერთობლივი პროექტი, წიგნები ყველა სოფელს, ასე ქვია, რასაც ჩვენ ძალიან ხშირად უყვებოდით, წუწუნებდით და რასაც განვისტიდით, რომ ესე იგი თბილისში არის ყველაფერი კონცენტრირებული და ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ სხვა სოფლებში, სხვა რაიონებში არ აქვს საშუალება, წვდომაც არ აქვს იმ თანამედროვე ახალ წიგნებზე, რასაც ჩვენი გამომცემლები გამოსცემენ და ესე იგი ამ ინიციატივას უკვე ქონდა თავისი წარდგინება, ეგრეთ წოდებული პრეზენტაცია და უკვე იწყება შეგროვება გამარტივებული. ანუ სადაც თქვა ვისოლის ბიზნესის გასამართი შეიძლება იქ დატოვო, იმიტომ რომ ქართულში ძალიან ძნელია რომ ესე სადღაც მიხვიდნენ. ნუ მარტივად შეიძლება გამარტივდეს, რომ ესე იგი ყველასთვის შევაგროვოთ წიგნები, ვისაც სჭირდება. იცით რომ ჩვენ ეს არაერთხელ გაგვიკეთებია, ხვალ მივდივართ მაგალითად ესე იგი ამ დღეებში უბრალოდ და ესე იგი წიგნებს ჩაუტანთ იმ სოფლის სკოლებს, იმ პატარებს, რომლებიც აი საზღვრისპირას ცხოვრობენ, აღმოჩნდნენ ესე იგი ამ ოკუპაციის პირისპირ, ასე ვთქვათ, ისა ქართლში და მაგრამ ნუ ეს ამ პროექტმა უნდა მოისვას მთელი საქართველო. დიდი მადლობა ბაკუს ლოკალის გამომცემლობას ამ ინიციატივისთვის და მთელი საქართველო და მეც ამის მომხრევა რომ სადაც არ უნდა ცხოვრდეს საქართველოს მოქალაქე უნდა თulides რომ ის ცხოვრობს დედაქალაქში და ყველაფერი აქვს რაც შეიძლება კონდეს დედაქალაქში ცხოვრებს და წიგნზე ხო ლაპარაკით რა ყველაფერს პარასკევს ნახავს ჩვენი მაყურებელი მე როგორც კი ბატონო ხო ეხა მე მინდა ხო ძალიან დიდი ბოდიში